ეგროსის ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის 5 წევრი სამშობლოში დაბრუნდა. მეზღვაურები დღეს ჩვენთან საუბრისას გემზე მოხდარ ტრაგედიას იხსენებენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით გემმა კატასტროფა დაახლოებით ღამის 3 საათზე განიცადა, იგი წყალქვეშა რიფს შეეჯახა. მეზღვაურების თქმით გემის დაზიანება იმდენად დიდი იყო, რომ წყლის ამოტუმბვა ვერ მოხდა და გადარჩენის ერთადერთი გზა გემის დატოვება იყო. 38 წლის გემის კაპიტნის პოვნა კი დღემდე ვერ ხერხდება. ლევენ თებიძის ოჯახის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტს მეტი აქტიურობისა და სამძებრო სამუშაოების ეფექტურად წარმართვისაკენ მოუწოდებენ. შეგახსენთ, რომ სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი გემი თურქეთის ქალაქ ალაგიედან კვიპროსში მიემგზავრებოდა. იყო ხმაური და შეჯახება, რასაც წავდექით ავედით მოსტიგზე, ყველა მთელმა ეკიპაჟმა და იყო რა შეტაკებული იყო კუნძულზე. რაღაც პატარა კუნძულები იყო რა. რასაც შემოვასხადა, ესე მოვიდა წყალი და გამოიწვია ჩაძირვა გემის. ყველა ავტომატურად ესე იგი კაპიტანი იყო, კაპიტანმა მობრძანება გასატატოვეთ გემი. ავტომატურად ყველამ გადავაგდეთ პლოტი, აზეს გაიხსნეს პლოტი და ნენანა ყველამ დავტოვეთ გემი. ჩემი ბოლო ხედვა იმისი, რომ კაპიტანი როგორ მდგომარეობაში იყო, კაპიტანი იყო რაცით ხელში, ღია კარებში მოსტიგზე ზევით ასე იყო და იძახდა იშველა სოს აცხადებდა ასეთ რაღაცას. ეს იყო ამის ხმა მესმოდა და ვეუბნებოდი უკვე ლევან გემი უკვე ჩადის და დავადით, წავედით მეთქი, წადით მე გაშევედი წყალში და წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის იმის რომ ლევანი იქ წყალში არ ჩამოვიდოდა. როგორც ახლა დღეს ამას ხვდები და შეგშევათ რომ ლევანი რატომ არ ჩამოვიდა წყალში. უკვე არის მე-6 დღე. აი ეს გემიც ის არის ცნობილი რომ გემის დათვალიერება ვერ მოხდა, რადგან 250 მეტრ სიღრმეზე არის და გავიგერო არსებობს ისეთი აპარატები, რითაც შეიძლება სპეციალური აპარატებით იმ გემის დათვალიერება ამოყვანაც. ანუ თხოვ საგარეო მინისტრს გამძაფრდეს კუნძულებზე ძებნა, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს, როგორ გადაღება მოხდეს ტელეფონით მაინც, რაღაცით მაინც, როგორ იძებნება.